ყველას ისმით, იმიტომ რომ მეთორმეტე სახლი კოლექტიურ არაცნობიერთან არის კავშირში. აი წარმოიდგინეთ, ახლა ბევრი ადამიანი, აი მასები რო ავიღოთ, ხო? აი ამათი გულით ცემა, აი ესე რომ თქვათ, მეთორმეტე სახლე მზეს ან მთვარეს ძალიან კარგად ესმის. ატარებს საკუთარ თავში ყველაფერს. აქედან რა მოდის? მეწოდება, მესმის მისი მიუტევებ, ესე რომ თქვათ, მაგრამ აქ რა იკარგება? მე ენერგია იკარგება, ხო? აქ სადღაც რომ აი ჩემი ეგო რომ მე თუ იმის მესმის, იმის მესმის, ხო? შესაბამისად, მე აქ დანაკლისში ვარ, ხო? ჩემი არ ესმით, მე ვერ მხედავენ სიტყვაზე, ხო? ესეთი რაღაც არის ხოლმე მე-12 სახლელში და აქედან კარგავს ნენელა ინტერესს საერთოდ გავიდეს კონტაქტზე გარემოსთან, მაგალითად ესე ჩართული იყოს, ნაკლებად აქვთ უფრო მსმენელები არიან ვიდრე აქტიურები, შეიძლება აქტიურად ლაპარაკობდეს ადამიანი, მაგრამ შინაგანი ენერგეტიკა მისი უფრო მსმენელის პოზიციაში შეიძლება იყოს, შეიძლება ენერგეტიკულად უსმენდეს, აი თუ იცით თქვენ ფსიქოლოგიაში, როცა ამბობენ ხოლმე, რომ აი ადამიანი ბავშვობაში ვერ გამოხატავდა თავს, უწევდა მოსმენა სხვების, აბა იმის რეაქცია რა იქნება, ამის რეაქცია, რომ მოვერგო მერე გარემოს. აი დაახლოებით ესე მუშაობს მზედამთვარეც, მაგალითად მე-12 სახლში. თვითონ პლანეტები აღნიშნავენ მაგალითად სქესს, მზე არის მამის ენერგეტიკა, მამის გვარი, საგვარეულო კარმა კაცების და უკვე ნიშნავს, რომ სადღაც სისუსტე იყო მამაკაცების. აი სისუსტე ან გრძნობელობა იყო მამაკაცების, თუ დაზიანებული არის მზე, ეს არის აი კონკიას ფსიქოტიპი, რომლის მამაც იყო სუსტი და დედინაცვალი ყავდა ძლიერი სიტყვაზე, ან აგრესიული, ან ჩაგვრელი, ხო სადღაც. და როგორც წესი მზე მე-12 სახლელები მამის მოდელზე ძალიან ხშირად გადადიან. აი ეს არის აქ ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ მამის მოდელზე რას ვამბობ? თვითონაც შეიძლება ავლენდნენ სისუსტეს ურთიერთობებში, არ იყოს აგრესიული მაინც-ამაინც, ან იმისი მესმის მაგალითად და მე არა ვარ დანახული, ხო? მაგალითად შეიძლება იზიდავდეს მზე მე-12 სახლელი ან ნარკომანებს, ან მატყუარებს, ეს ყველაზე ცუდ სცენარში, იმიტომ რომ ყველა სახლს აქვს თავის პოზიტიური და თავის ნეგატიური გავლენა. ხან შეიძლება პოზიტიურ ენერგიაში გადავიდეთ, ხან ნეგატიურში, ხო? ანუ სადღაც მამაკაცური ენერგია ცოტა იდუმალებასთან, საიდუმლოსთან, უფრო სწორად დაფარულობასთან არის კავშირში. მე-12 სახლი ჩვენთან შეიძლება ადიქცია იყოს, აი შესაბამისად ან ნარკომანები, ან ლოთები, ყველაზე ცუდი კაკები, ან მატყუარები უბრალოდ, ან იმხელა ილუზიაში გაეხვენ კაცებთან ურთიერთობაში, ან იყოს მამაკაცთან, რომ აი რთული ურთიერთობები ქალს შეიძლება მამაკაცებთან კონდეს, ხო? გაუგებარი, აუხსნელი ურთიერთობები.